განცხადებით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პროევროპულად არის განწყობილი და საქართველოს მთავრობამ პატივი მისცეს ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის არჩევანს. მან ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა უწყვეტ პროცესს და აღნიშნა, რომ დემონსტრანტების მოთხოვნები სამართლია. დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა მსოფლიო საზოგადოებისთვის და მათ შორის საქართველოსაც. დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ტარიფები სხვადასხვა ქვეყნებთან, სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებით და მათ შორის აღმოჩნდა საქართველოს, სომხეთი და აზერბაიჯანი, კერძოდ შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ საქონელზე საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს 10%-იანი ტარიფი დაუწესდებათ, ასევე 10%-იანი ტარიფი უწესდება